გამარჯობა. დღეს ვისაუბრებთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გამძლე ქანზე გრანიტზე. გრანიტი არა მხოლოდ დედამიწის სიღრმიდან მომავალი ქანია, არამედ ჩვენი ყოველდღიური გარემოს ნაწილია, სახლების კედლებში, ხიდებში, მთებში და ქარიშხლის გამძლე კლდეებში. გრანიტი წარმოიშობა მაშინ, როცა მაგმა ნელა ცივდება დედამიწის ქერქის სიღრმეში. ნელა გაცივების გამო მის მინერალებს დრო აქვთ გაიზარდონ, ამიტომ გრანიტი იშვიათად ერთფეროვანია. ის შედგება სამი ძირითადი მინერალისგან. კვარცი, რომელიც გამჭვირვალეა. ფელდშპატი, რომელიც თეთრი ან ვარდისფერია. და ქარსი, შავი, მბზინავი ფენებით. გრანიტი არის მაგმური ქანი, ესე იგი წარმოიშობა გამყარებული ლავისგან. მაგრამ განსხვავებით ვულკანური ქანებისგან, გრანიტი მიწის ზედაპირზე არ ამოდის. ის იქმნება ღრმად მიწის ქვეშ, იქ სადაც სიცივე ნელა მოქმედებს და დრო თითქოს ჩერდება. ტექტონიკური ფილების მოძრაობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს გრანიტის წარმოქმნაში. როცა ფილები ერთმანეთს ეჯახებიან ან შორდებიან, დედამიწის ქერქში ჩნდება მაგმა. მილიონობით წლის შემდეგ ეს მაგმა ცივდება, კრისტალდება და საბოლოოდ ხდება გრანიტი. დროთა განმავლობაში ეროზია და ამოწყორცნა ზედაპირზე აჩენს ამ უძველეს ქანებს. ასე ჩნდება გრანიტის მასივები მთებში, სწორედ ისინი ქმნიან მთების ბირთვებს. მთების გულში გრანიტი დგას როგორც ბუნების სიძლიერის სიმბოლო. საქართველოშიც გრანიტი უხვად გვხვდება, განსაკუთრებით დიდ და მცირე კავკასიონის ზოლებში. საინტერესოა, რომ ჩვენი მთების ნაწილი სწორედ გრანიტზეა აშენებული. ეს ნიშნავს, რომ საქართველო გეოლოგიურად ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანაა რეგიონში. გრანიტი არა მხოლოდ ბუნების ქმნილებაა, ის ადამიანის საქმიანობაშიც შეუცვლელია. მისი სიმტკიცე, გამძლეობა და სილამაზე მას იდეალურს ხდის არქიტექტურაში. ჩვენი ქალაქების ქანდაკებები, ხიდები და ისტორიული ნაგებობები ხშირად სწორედ გრანიტისგანაა შექმნილი. გრანიტი არის დროის ქანი. ის იქმნება ნელა, ცივდება საუკუნეების განმავლობაში და ძლებს მილიონობით წელიწადს. ამიტომაც, როცა უყურებ გრანიტის კლდეს, სინამდვილეში უყურებ დედამიწის ისტორიას. გრანიტი არის დედამიწის სტრუქტურის საყრდენი და ჩვენი კულტურის ნაწილი. ის გვასწავლის მოთმინებას, სიძლიერეს და დროის მნიშვნელობას. გრანიტი, ეს არის ქანი, რომელიც გვაკავშირებს დედამიწის სიღრმესთან. თუ გინდა უკეთ გაიცნო დედამიწა და მისი საიდუმლოებები, გამოიწერე არქიგეოკორი. გეოლოგია მარტივად, ქართულად და სიყვარულით.